მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ვეკოა TV, მე კი მისი წამყვანი ემილია ხუხუა გახლავართ. მოდი სკოლის სიახლეებს გადავხედოთ. სკოლაში ჩატარდა ტურნირი ტვინების ბრძოლა, სადაც პატარების კატეგორიაში გუნდმა მადაგასკარი, ხოლო დიდების კატეგორიაში გუნდმა კარპე დიემ გაიმარჯვა. წარმატებებს უსურვებთ მათ უკვე საქალაქო ჩემპიონატზე. ვეკოას მათემატიკის თასი ბრუნდება. 30 მარტს 9 საათზე სკოლაში ჩატარდება შიდასასკოლო მათემატიკის ოლიმპიადა. ვეკოას მათემატიკის თასისას მონაწილეობას მე-7 და მე-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ. მათაც ასევე ძალიან დიდ წარმატებებს უსურვებთ. ახლა კი გადავიდეთ რუბრიკაზე, 5 კითხვა მასწავლებლს, რომელსაც ტრადიციულად მარიამ მეგრელი წაიყვანს. მოგესალმებით, ეს არის ვეკოა TV-ს რუბრიკა 5 კითხვა მასწავლებელთან, ხოლო მე მისი წამყვანი მარიამი ვარ. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი არის ინფორმატიკის მასწავლებელი ქალბატონი ქეთი წერეთელი. მოგესალმებით მას. მოგესალმებით. რუბრიკის პირველი კითხვა პროფესიებზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი და მნიშვნელოვანი მომენტია. ამიტომაც მინდა კითხო თუ რამ განაპირობა თქვენი პროფესია და რატომ გახდით ინფორმატიკის მასწავლებელი? დავეთანხმებით, პროფესიის არჩევა ურთულესი პროცესია ადამიანის ცხოვრებაში. მithumetes დღევანდელ დროს, როდესაც შრომის ბაზარი რადიკალურად შეცვლილია, ხშირად ბავშვებს უჭირთ ხოლმე პროფესიის არჩევა, იმიტომ რომ ვერ ერკვევიან ისეთ ასაკში არიან, რამ თავის მიზნებში და არჩევანში არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულაც არ არის ეს საგანგაშო მდგომარეობა, იმიტომ რომ განათლების უწყვეტი სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა ნებისმიერ ასაკში, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შეცვალოს თავისი პროფესია, განსაზღვროს თავისი მიზნები, თავისი შესაძლებლობები გამიჩნოს და ამის შედეგად მიიღოს არჩევანი, მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს სწორი არჩევანი და შემდეგ მართოს თავისი კარიერა. რაც შეეხება იმას, თუ მე რატომ ავირჩიე ხო ეს პროფესია. ეს პროფესია ჩემთვის მეორე პროფესიაა. რაღაც გარკვეულ ეტაპზე და გამოჩნდა რაღაც გამოწვევები იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მე მივიღე და გავუმკლავდი ამ გამოწვევებს, რადგან სასიამოვნოც იყო ეს გამოწვევა, რთულიც იყო. ბევრი ბარიერებიც მქონდა, გადავლახე ეს ბარიერები, რა თქმა უნდა და საბოლოოდ ძალიან მაყოფილი ვარ, რომ ეს საქმიანობა არის დღეს ჩემი ცხოვრების მთავარი საქმიანობა და რატომაც არ თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ცხოვრებაში, ხო ასეა. დაგეთანხმებით 100%. თუ შეიძლება ერთსაც დავამატებ რა. აი იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს ახლა გადაწყვეტილებას იღებენ, რომ აირჩიონ პროფესია, მინდა უთხრა, რომ საინტერესო პოდკასტებია იმასთან დაკავშირებით, ძალიან ღირებულ ინფორმაციას შეიცავს ეს პოდკასტები იმასთან დაკავშირებით, როგორ აირჩიონ, იცით რა არის 21 საუკუნის ადამიანებს რა ღირებულებები უნდა გქონდეთ, რა სკილებს უნდა გქონდეთ, როგორც თქვენაბოთ ხო, ახლა როგორც ამბობთ ხო, რა სკილები უნდა გქონდეს იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ პროფესიაში და მერე კარიერული წინსვლაც სწორად გააკეთონ. გადაწყვეტონ. აბა. არასაკვირველია თქვენით, რომ სკოლის ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, ძალისხმევას, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს დავაბალანსოთ განტვირთვასთან. ამიტომაც მინდა გკითხოთ, თუ რა არის თქვენი ინტერესები, ჰობები და რით იკავდებით თავისუფალ დროს? ნამდვილად აქაც უნდა დაგეთანხმოთ, რომ ძალიან რთულია სასკოლო ცხოვრება, მაგრამ ვიცით რა, აუცილებლად ჭირდება დაბალანსება, რითი ვაბალანსებ. მიყვარს ურთიერთობა ჩემი ოჯახის წევრებთან პირველ რიგში. ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა მიყვარს, კარგი ფილმების ყურება, კარგი ღირებული ლიტერატურა მიყვარს. რა ვიცი, მიყვარს მუსიკა სულ არის ჩემს ცხოვრებაში გამუდმებით. ძალიან ბევრი რამეა, იცით ისეთი, რითაც დააბალანსებ. აი ცოტა ხნის წინ კონცერტზე ვიყავი, ძალიან საინტერესო ბოგიტნური ცაბაძის კონცერტი იყო, არაჩვეულებრივი. ასევე ძალიან მიყვარს ჩემს ბავშვებთან ერთად თეატრის სიარული და აი ესე ყოველთვის არის რაღაცა, რითაც დააბალანსებ. თავარი შენ თვითონ გაიგინდოდეს და მოინდომო, რომ ეს ბალანსი გააკეთო აუცილებლად. დიახ. ამ თემის გასაგრძელებლად მინდა გკითხოთ და გთხოვოთ, რომ წარმოიდგინოთ, რომ გაქვთ ერთი თავისუფალი დღე, სადაც გაქვთ უფლება გაატაროთ როგორც გინდათ, რა აქტივობითაც გინდათ, იმით დაკავდეთ. აი რომ ჩამოგვითხოვოთ დეტალურად ამ დღის განმავლობაში რა პუნქტებით დაკავდებოდეთ. გეტყვით, რომ აუცილებლად დღეს გააჩნია, როგორი დღეა, თუ თბილი, მზიანი, ამოდეა.
აი თავისუფლება გქონთ რომ წარმოიდგინოთ როგორი დღე გინდა თქვენი იდეალური დღე. კი ბატონო, თბილისზე ან დღეს აუცილებლად წავიდოდი ლაშქრობაში ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ძალიან საინტერესო იქნებოდა მათთან ერთად სასიამოვნო დავიღლებოდით, ბევრს ვიმოძრავებდით, რა თქმა უნდა, მე სადმე დავსწრებოდით, მოყვებოდით ამბებს, ბევრს ვიცინებდით, გულიანად ვიცინებდით, შეიძლება ვიტირებდით კიდეც სადაც რამეც მოგვირეოდა და ბოლოს აი ეს სასიამოვნო დაღლილები დავბრუნდებოდით ქალაქში. თუ მზიანი ამინდი იქნებოდა, თუ ვთქვათ წვიმიან და ესე დამინში, სასიამოვნო შემიძლია გავატაროთ, რომ კარგი ფილმის ყურებით, ან რაღაცა საინტერესო ლიტერატურის კითხვით. არ ვიცი, უამრავი რამეა, რაც შეიძლება ესე რაად სასიამოვნოდ გაგატარებიოს დრო დღე. გეთახმებით. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს ყავს კუმირი თავისი, აი ცნობილი ადამიანი, რომელსაც მუდმივად უყურებს ან აღმერთებდა ან ლეგენდა მისი აზრით. აი თქვენ რომ გქონდეთ საშუალება რომ შეხვდეთ ნებისმიერ ცნობილ ადამიანს, იქნება ეს გარდაცვლილი თუ ახალ მოღვაწე. ვის შეხვდებოდით და რატომ? ვიცით რა, აი ხო ვის შევხვდებოდი და ვისაუბრებდი, არ ვიცი, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავსებოდი საკონცერტო დარბაზში, სადაც მოცარტი გამოდის და უკრავს და იცით, აი წარმოიდგინეთ ახლა სცენა, პარტერში ვზივარ აუცილებლად პირველ რიგში, პირველ მეორე რიგში რომ კარგად დავინახოთ და მან მოცარტი გამოდის რაღაცა და ახლოს მოდის ადამიანებთან პარტერში და რაღაცას ამბობს რაღაცას გაურკვეველს, რაღაცას არავის არ ეღიმება და ვერც გებულობენ რა თქვა, მაგრამ თვითონ იცინის ამ თავის ნათქვამზე, უბრალოდ კი არ იცინის ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ იკრიჭება ამ თავის ნათქვამზე უცნაურად. შემდეგ მიდის ფორტეპიანოსთან და საოცარი ჰანგები იუღრება და რაღაც სასწაული ხდება. აი სიამოვნებით, აი ეს რო შესაძლებელი იყოს, სიამოვნებით აი დავუბრუნდებოდი და მოვისმენდი მოცარტის კონცერტს მისივე შესრულებით. ძალიან საინტერესოა. რუბრიკის ბოლო კითხვა იქნება, რომ გაგვიზიაროთ რჩევა, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამოგადგათ, ანუ თქვენთვის საუკეთესო რჩევა, რაც ცხოვრებაში მიგიღიათ. კი ბატონო, მეთქვით რომ ძალიან ბევრი რჩევა მიმიღია ჩემი მშობლებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ეხლა ჩემი შვილებისგან უკვე. ძალიან ბევრი მე თვითონ წამიკითხავს, იცით ალბათ ჟან-დე ლა ბრუიერის ხასიათები, სადაც სულ რჩევებზეა აგებული ეს გელდანიანი წიგნი, სულ რჩევებია იქ მოცემული, მაგრამ აი ყველაზე ისეთი ღირებული რაც არის ხო, აი ჩემთვის ახლა ამ წუთში ესე ვიტყოდი რომ კითხებს, ვისაც გინდა, ვინც გინდა რაც უნდა ის გირჩიოს, მაგრამ ენდე საკუთარ გულს და საკუთარ თავს. როგორც შოთა რუსთაველი ამბობდა, კითხე ასახქმენ გულისა, რა გინდა ვინ გიოაზიროს. მადლობა ესეთი საინტერესო კითხვებისთვის, დარწმუნებული ვარ თქვენმა საყვარელმა მოსწავლეებმა და ასევე ჩვენმა მაყურებელმა უფრო ახლოს გაგიცნოთ ამ კითხვებით. ამით ჩვენი რუბრიკა დასახროს მიუახლოვდა, დაგემშვიდობებით, ახალგაზრდას. დიდი მადლობა. რუბრიკა ვეკვაში ჯუჯუგანაში დაბრუნდა. დღეს კი ჩვენი სტუმარი არის კონფლიქტოლოგი ბაქავატონი ქეთი ვასაძე. მოგესალმებით, როგორც მადლობთ, კარგად, მადლობა მოწვევისთვის. პირიქით მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენი პირველი კითხვა ასეთი იქნება. რომ მოგყვეთ თქვენი პროფესიის შესახებ და მის მნიშვნელობაზე. კი ბატონო, როგორც თქვენ ახსენეთ, მე გახლავთ კონფლიქტოლოგი. კონფლიქტების სოციალური მოვლენა, ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად ყველა ვაწყდებით სხვადასხვა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე კონფლიქტებს და დავინტერესდი, როგორ შეიძლება ამ კონფლიქტების მართვა და ჩავაბარე კონფლიქტის ანალიზსა და მართვის პროგრამაზე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება. კონფლიქტოლოგია თუ გამოყენება აქვს, ჩვენ შეგვიძლია არ მხოლოდ სასკოლო კონფლიქტებზე ვიმუშაოთ, შეგვიძლია ასევე საოჯახო კონფლიქტებზეც ვიმუშაოთ, მედიაცია ჩავატაროთ, ანუ შუამდგომლობა, შუამდგომლობ მხარეებს, შუამავლის ფუნქცია შევასრულოთ კონფლიქტურ მხარეებს შორის, ასევე საერთაშორისო კონფლიქტების შემთხვევაში გააჩნია ადამიანის ინტერესის სფერო რა არის, თუმცა როგორც იცით, მე უკვე დიდი ხანია არ მუშაობ სკოლასთან და მაინტერესებს სასკოლო კონფლიქტები. როგორია თქვენი გამოცდილება ჩვენ სკოლაში და რამდენად აქტუალურია იქით დღესდღეობით? კი ბატონო, 2012 წლიდან ვეპუა სკოლაში ვასწავლე კონფლიქტების მართვას და მოლაპარაკების ხელოვნებას.
2012 წლიდან დღემდე საკმაოდ დიდი დროა განმოვიდა ეს იმას ნიშნავს, რომ აქტუალობას არ კარგავს კონფლიქტოლოგია და რა თქმა უნდა ჩემი მხრიდანაც დაინტერესება არის, რომ მომავალ თაობას თქვენელი ჭკვიან ახალგაზრდებს გავუზიაროთ ჩემი გამოცდილება კონფლიქტების მართვის მიმართულებით. რა მიდგომები ხდება შესაბამისი საგნის სწავლება და რამდენად ეფექტურია იგი მოსწავლეებში? კი ბატონო, რაც შეეხება მიდგომებს და სწავლის მეთოდებს, ბუნებრივია, რომ რადგანაც მოზარდებთან ვარ, ძირითადად არის ტრენინგული ხასიათის, გვაქვს ჩვეულებრივი სავარჯიშოების სიმულაციები, გვაქვს სხვადასხვა დავალებები, გვაქვს case studies ვეძახით ჩვენ კონფლიქტური შემთხვევების შესწავლას და ამ მეთოდების გამოყენებით, ვიდეოების ჩვენება გვაქვს ანალიზი, ამ მეთოდების გამოყენებით ჩვენ კონფლიქტებს ვაანალიზებთ. გარდა ამისა, თუ სურვილი აქვს მოსწავლეებს, ანონიმურად მიზიარებენ საკუთარი კონფლიქტების შესახებ და თვითონვე აანალიზებენ მათ კონფლიქტებს. ბოლოს კი ერთი რჩევა რომ მიცეთ მოსწავლეებს ყველაზე მთავარი რჩევა აიწყოთ მეგან. ყველაზე მთავარი რჩევა იქნება ის, რომ შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც ხართ. კონფლიქტები ეს ადამიანის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ რადგანაც ჩვენი ნაწილია, ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ეს კონფლიქტები და ჩვენვე მართოთ. ძალიან სამართლებს უსწრებ. მადლობა თქვენ. თქვენ კი ამასაც დაგაინტერესებთ ამ ინტერვიუ, გაგიძლიათ ამ სტანდარტზე დაზიაროთ ყოველ პარასკევს 6 გაკვეთილის შემდეგ 300 ოთახში. ნახვამდის. მოგესალმებით, ეს არის რუბრიკა ქართველი მეცნიერები და მე ვარ მისი წამყვანი მაშო ბროძელი. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ცნობილ ქართველ მათემატიკოსსა და მექანიკოსზე ნიკოლოზ მუსხელიშვილზე. გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი დაიბადა 1891 წლის 16 თებერვალს თბილისში სამხედრო ინჟინრის ოჯახში. ნიკოს მამა ივანე მუსხელიშვილი მათემატიკისადმი სიყვარულს უნერგავდა, დედა დარია საგინაშვილი კი ენებს ასწავლიდა. ნიკო სწავლობდა თბილისის მეორე გიმნაზიაში. ის 1909 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე შევიდა. იგი ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე სტუდენტი იყო, ამიტომაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1914 წელს დატოვებული იქნა თეორიული მექანიკის კათედრაზე. 1921 წელს დაბრუნდა თბილისში და ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში, ჯერ დოცენტის, შემდეგ კი 1922 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. მუსხელიშვილს ეკუთვნის ფუძემდებლური გამოკვლევები დრეკადობის თეორიას, ინტეგრალურ განტოლებებსა და ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებში. მუსხელიშვილმა მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის გამოყენება დრეკადობის თეორიის ამოცანებისათვის. შემოიღო მრავალი მეთოდი, რომლებსაც წარმატებით იყენებენ თეორიულ ფიზიკასა და მექანიკაშიც. მუსხელიშვილი ავტორია ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა, ანალიზურ გეომეტრიასა და თეორიულ მექანიკაში. მისი მონოგრაფია დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა დიდი ხანია მეცნიერთა სამაგიდო წიგნად იქცა. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში. ამ დიდ გამარჯვებაში ფუნდამენტური წვლილი შეიტანა ნიკოლოზ მუსხელიშვილის დრეკადობის თეორიამ. მისი წიგნები სხვადასხვა ენაზე ითარგმნებოდა და საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გაჰქონდა. ნიკო მუსხელიშვილს ხელისუფლებისაგან აღიარება და დაფასება არ დაკლებია. ის იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს 9 მოწვევის დეპუტატი, თეორიისა და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის ბიუროს წევრი, არაერთი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ტურინის მეცნიერებათა აკადემიამ 1969 წელს გადასცა საერთაშორისო პრემია და ოქროს მედალი მოდესტო პანეტი. დაჯილდოვებული იყო სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით. რა თქმა უნდა, საზოგადოების უდიდეს ნაწილს არაფერი ესმოდა კოშის ტიპის ინტეგრალების, სინგულარული განტოლებების და დრეკადობის თეორიის, მაგრამ მისი სახელი ყველა ქართველმა იცოდა და გვარი მუსხელიშვილი გონიერების სინონიმად იქცა. ნიკო მუსხელიშვილი 85 წლის ასაკში 1976 წელს გარდაიცვალა. არავის შეპარვია ეჭვი, რომ დიდი მეცნიერი მთაწმინდაზე უნდა დაკრძალულიყო. 1977 წლიდან მუსხელიშვილის სახელი მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, ასევე თბილისის 54 საშუალო სკოლას. დღეისათვის სულ ეს იყო. რუბრიკა ქართველი მეცნიერები გემშვიდობებათ შემდეგ პარასკევამდე. მოგესალმებით, ეს არის გამოცანების რუბრიკა მე კი მისი წამყვანი საბავარი. წინა გამოცანის პასუხი იყო, რომ არავის ახსოვს როდის დაიბადა და არავინ იცის როდის მოკვდება. დღევანდელი გამოცანა კი შემდგომში მდგომარეობს. თქვენს წინაშეა ცნობილი წიგნის ერთ-ერთი გამოცემის გარეკანი.
დაასახელეთ მისი ავტორი. პასუხები შეგიძლიათ აღწერაში მოცემულ ფურმულზე გამოგვიგზავნოთ. მოგესალმებით. გიბრუნებათ კვატივი მორიგი პროფესიების განხილვის და მე მისი წამყვანი ელენე შანია გახლავართ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი მეზღვაური დათო ზანტუკელი გახლავთ. ეს პროფესია მართლაც ძალიან გამორჩეულია, მოითხოვს დიდ გამბედავებას და ძალისხმევასაც. ამ ბავშვობაში ბევრს გვექნება წაკითხული სათავგადასავლო წიგნები. ან სხვა ფილმი გვექნება ნანახი, სადაც ხშირად სწორედ ამ პროფესიასთან არის დაკავშირებული სხვა ფანტაზიები. მათში ცხოვრება ბევრს სურვებია ალბათ და რაც ყველაფერს საინტერესოს ხდის, როდესაც ეს ყველაფერი რეალობაშიც არის პროფესიის სახით. დღეს ჩვენ უნდა გავამხილოთ, ასე ვთქვათ, მეზღვაურის ცხოვრება. მოგესალმებით ბატონო დათო. დიდი მადლობა რომ დაგვსახდით ჩვენთან ჩაწერაზე. ბევრი რამე გვაინტერესებს მეზღვაურის ცხოვრებიდან, მაგრამ შევეცდებით მხოლოდ ძირითადი ნაწილებით შემოვიფარგლოთ. როგორც დამთავრდა, ვფიქრობ, მეზღვაურის პროფესია მოითხოვს დიდ გამბედაობას და ძალისხმევას. ამისთანავე, ალბათ თავგადასავლების სიყვარულის მოგეთხოვებათ, ასე რომ ვთქვათ. რა გახდა თქვენი мотиваცია გამხდარიყავით მეზღვაური? ჩემი мотиваცია იყო ბავშვობაში, ბათუმში ხშირად ჩავდიოდით ჩვენ ათესავებთან და კაპიტან გრანტის შვილები წიგნი ესეთი რომ წავიკითხე. იმის მერე დავინტერესდი ძალიან საზღვაო ცხოვრებით. რა თქმა უნდა, ყველა ბიჭის ოცნება არის თავგადასავლების ძიება და აი ამის შედეგად გამოვიდა ის რაც გამოვიდა. გადავწყვიტე გავხდარიყო მეზღვაური. კი ბატონო. და როგორც მეზღვაური, ალბათ დიდ დროით გიწევთ ხოლმე სახლიდან შორს ყოფნა. როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას? კი, ეს კონტრაქტი საერთოდ მოიცავს თვეებს 3 თვიდან 6 თვემდე პერიოდს. გამოწვევებს ოჯახიდან შორს რომ ხარ ერთი ეგ არის, მაგრამ დღევანდელ ცხოვრებაში უკვე რაც ეს ინტერნეტი დაიხვეწა ონლაინ სისტემები თითქმის უკვე ესეთი დიდი სირთულეს აღარ წარმოადგენს მაქედან გამომდინარე. ასე რომ მიმუშავება და ძალიან თავისუფლად გზნობ თავს. ალბათ თქვენი პროფესია სხვა ქვეყნებში და კულტურებში მოგზაურობასაც მოიცავს. რომ ქვეყნებში გიმუშავიათ და რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ? ამჯერად თითქმის 42 ქვეყანაში ვარ ნაყოფი, ჩამოთვლას არ დავიწყებ. კი, კულტურებთან შეხება, მათი ტრადიციები, სხვადასხვა, მაგალითად შემიძლია ყველაზე რაც დამამახსოვრდა გამოვყო ახალი ზელანდია, ძალიან ლამაზი ბუნება, ცოტა წააგავს ჩვენს სუბტროპიკულ ბათუმის ჰავას და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა რა, ასე რომ ვთქვათ, ეს ცხოვრება. იმის და მიუხედავად, რაც სიძნელებსთან გაქვს შეხება. და ამით გაქარწყლება ხდება ასე თუ ისე. საინტერესო ცხოვრება. ბევრი ქვეყნების მონახულებით, იქაური ხალხთან ურთიერთობით და ასე შემდეგ. კი ბატონო. როგორც უკვე ახსენეთ, სხვა გამოწვევები თავისთავად მოყვება ამ პროფესიას და რამდენადაც ვიცი, ხშირად გიწევთ სხვა კრიტიკული განრიგითაც მუშაობა და დიდხანს ყოფნა ზღვაში. როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო დღე გემზე? ესე იგი, ჩემი ტიპიური სამუშაო დღე რას წარმოადგენს? როგორც კი გათენდება მთელი ეკიპაჟის სუნთქვა უნდა იყოს ჩემი კონტროლის ქვეშ, იმიტომ რომ მე ვარ მეთაური, გემის მეთაური. აქედან გამომდინარე ვალაგებ ისე სიტუაციას, ვის რა ჭირდება, ვის რა უჭირს, ვინ როგორ შეძლებს მისი საქმის გაკეთებას, თუ მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ გემი არის მოგზაურობაში. არის 24 საათიანი მორიგეობა გემის ხიდურაზე, სადაც ოფიცრები 4 საათიან განრიგით მუშაობენ
ნავიგაცია მიდის. ამასთან ერთად ერთვის, რა თქმა უნდა, სამანქანო განყოფილებაში იგივე სამუშაო პროცესი. იმიტომ რომ იცით თქვენ რომ გებს თუ სამანქანო ნაწილი გაუმართავი აქვს, ვერცე ვერც გაცურავს და ვერაფერი პროცესი ვერ წარიმართება. და ეს მთელი 24 საათში არის რუტინული სამუშაო. თავარია რომ ყველა იყოს ჯანმრთელი, უშო მდგომარეობაში, გონებრივად დალაგებულ მდგომარეობაში და აი ესე მიდის ყოველი დღე. რა თქმა უნდა, ყვების განყოფილება არის, რომლებსაც ზარეული თავისი ორი დამხმარეთი ცდილობს, რომ სამჯერადი კვება მოაწესრიგოს და მეზღვაურებისთვის კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი, კი მოგეხსენებათ ახლა იქ მეტი გასართობი იქ ისეთი არაფერი არ არის, რომ გემრიელი საჭმელი მიიღონ და ასე შემდეგ. აი ესეთი რუტინული სამუშაოა. და სხვა ექსტრემალური სიტუაციები არ გქონებათ ზღვაში და ამ შემთხვევებში რა არის თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა? ნუ ახლა ერთ-ერთი გამოწვევა არის ამინდი, მაგრამ ამინდის კონტროლიც უკვე ასე თუ ისე ხერხდება, იმიტომ რომ ჩვენ წინასწარ ვიღებთ წინ გზაზე და ასე რო ვთქვათ, ჩვენს დაგეგმილ გზას როგორი სიტუაცია ერთი კვირით ადრე, ორი კვირით ადრე პროგნოზებს ძალიან ზუსტ პროგნოზებს ღებულობთ და იმის მიხედვით ვეცდებით, რომ ავარიდოთ იმ თქვათ ურაგანია თქვათ ან შტორმებია, რომ რამენად ავარიდოთ ეს ჩვენი გზა, მოუვაროთ და ნუ ისე თუ ასე მაინც ბევრჯერ გვიწევს შესვლა დიდ შტორმში. მაგრამ ხო გითხარით, როგორც კი გემზე სიტუაცია დაალაგებულია, ყველა თავის საქმეს აკეთებს, უსაფრთხოება მაღალ დონეზეა, ამ სიტუაციასთან გამკლავებაც უკვე დიდი პრობლემა აღარ წარმოადგენს. ყოველთვის ცუდი ამინდის შემდეგ კარგი ამინდი გამოვა და სიტუაცია ისე ჩადგება თავის წყობაში, ასე რომ ვთქვათ. კი ბატონო, საბოლოოდ ჩვენ რომ დავამთავროთ, მაინტერესებს რას ურჩევდით მომავალ მეზღვაურებს? მომავალ მეზღვაურებს ურჩევდი რახან აირჩიეს ეს პროფესია. ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა მოდის, ახალი თაობა. რაც თავარია, რომ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალურებად, ბევრი იმეცადონ, ისწავლონ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერი წარიმართება სწორად და წარმატებებს უსურვებ მათ ცხოვრებაში. აი ეს მეთოდა მეთქვა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთვის დროის გამონახვისთვის. მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ. ვეკვატებს მაყურებლებს. კი ბატონო. ასეთი კარგი ახალგაზრდები ვარხართ, წარმატებას უსურვებთ თქვენ ტელევიზიას და დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა ჩვენს დროის გამონახვისთვის. ვეკვატებს მაყურებლებს კი მომავალ პარასკევამდე და გეშფრინავებით. დრაებით. გაგრძანდებათ. მოგესალმებით წარმატებული მოკვლევის მორიგი გადაცემის დღევანდელი ჩვენი სტუმარი კი იქნება თემო კაჭიქორია. იგი აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მისი ინიციატივით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელებულა. თემოკა თანაბრად წარმატებული იყო ყველა საკაში. წარმოუდგენა იმაზე, რომ ეკვლას კურსდამთავრებული აუცილებლად ტექნიკური მხრით უნდა წავიდეს, ნამდვილად სტერეოტიპულია. თემოკა ერთ-ერთი მათგანია, ვინც ეს სტერეოტიპი დაარღვია. მას სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა. ახლა კი გადავიდეთ ინტერვიუზე. გამარჯობა თემუკა, როგორ ხარ? კარგად, თქვენ? ჩვენც კარგად. უკვე მრავალი წელია, რაც ვეკუო სკოლა დაამთავრეთ. შეგიძლიათ გაიხსენოთ სკოლის წლები და რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად? კი, აი ამ კითხვაზე რო ვფიქრობდი რა უნდა მეპასუხა. ესე რაღაცა პერიოდი არ მახსენდება, ანუ მახსენდება უფრო მეტად რაღაც მომენტები, გამოცდილებები, რაღაც ღონისძიებები, რაც ამ სკოლასთან მაკავშირებს და ყველა არის ძალიან დადებითი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ის ბავშვები და საზოგადოება და სოციუმი, ვინც ჩემს გარშემო იყო ამ სკოლაში,
იყო ყველანი ძალიან კაი ადამიანები ჩემთვის. რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია თავიდან სულზე ვეკვაში ჩავარების და შემდეგ უკვე სწავლის პროცესზეც. და რა ვიცი, ძალიან ბევრი კარგი პროექტი მახსენდება, ასევე მინდა გამოვყო და არა მარტო ესეთი შემეცნებითი პროექტი, არამედ გასართობი და რაღაც სახალისოც და ესეთიც განსატვირთი. და მინდა აღვნიშნო პროექტების კოორდინატორი, რომლის ინსტიტუცია, რომელიც შეიქმნა ალბათ ახლობით იმ პერიოდში, როცა მე ვსწავლობდი ვეკვას პერიოდში და ეს მიმართულება ძალიან კარგი იყო იმ ბავშვებისთვის, ვინც დაინტერესებული ვიყავით არა მარტო იმ საგნებით, რომლებიც ისწავლებოდა ესე პროგრამაში, არამედ მის გარეთ, იმიტომ რომ იქ იყო ბევრი იდეები, აქტივობები, რაც შეესაბამებოდა ასე ვთქვათ, საერთაშორისო სტანდარტებსაც, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც იყვნენ ეს პროექტის კოორდინატორები და რამდენიმე პროექტის კოორდინატორი გამოვიცვალეთ ჩემი სწავლის პერიოდში იქ და ყველასთან ძალიან დადებითი დამოკიდებულება მაქვს, იყვნენ ევროპაში ნასწავლი და გამოცდილება მიღებული ხალხი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ამ ევროპულ ფასეულობებს სულ გვინერგავდნენ და ამ პროექტის ხარისხზეც მე ეგ მოქმედებდა და ეტყობოდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან დადებითად მოხსენდება. მადლობა. ჩვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე არის მოოდინები, რომ სწავლა ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით უნდა გააგრძელო. რამ განაპირობა შენი არჩევანი? რატომ აირჩიე მედიცინა? ხო, ეგ ისეთი კითხვა არის. ბევრისგან რომ გამიგია, იმიტომ რომ ფიზიკა-მათემატიკაში თუ სწავლობ, რაღაცა ისე წარმოუდგენია ხალხს, რომ მაგ მიმართულებით უნდა გააგრძელო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ პირიქით ძალიან დამეხმარა ფიზიკა-მათემატიკის ცოდნა სამედიცინო მიმართულებით, თუმცა არასდროს არ ყოფილა უბრალოდ ჩემი ძლიერი მხარე იყო სანამ ეკვაში ჩავაბარებდი, მაგრამ რომ ჩავაბარე და მე რომ მივხვდი, რომ უფრო ბევრად რთულია იქ სწავლა და არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ სხვაგან არიან, ასე ვთქვათ, აზროვნებით ფიზიკა-მათემატიკურად, მივხვდი, რომ ჩემი სფერო მთლად არ იყო. თან მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს ჩემი პროფესიის მიმართ, რომ ადამიანი თუ აირჩევს ამ პროფესიას, არ წარმომიდგენია, რომ მე სიტყვაზე სხვა მიმართულებით გააგრძელოს მოღვაწეობა. მაგალითად, ადამიანები რო სწავლობენ ბიზნესზე და მე გამოდიან არქიტექტორები ან საერთოდ არ სწავლობენ და მე პრეზიდენტები, ანუ ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია, ანუ ჩემთვის უფრო იყო, რომ რაღაცა სფერო ამირჩია, სადაც მთელი ცხოვრება იმ სფეროში ვიმოღვაწეობთ. მედიცინა ამის ძალიან კაფეო მაგალითია იმ მხრივ, რომ შეუძლებელია, რომ შენ ამ სფეროში დაიკარგო იმდენად ბევრი საინტერესო მიმართულება არის. და მუდმივად ვითარდები, მუდმივად რაღაც ახალს სწავლობ და მუდმივად უნდა განვითარდე თუ ჯანსაღი ექიმი ხარ და ეს მიდგომა შენი სწორი არის. აქედან გამომდინარე იყო ჩემი ინტერესიც თავიდან სკოლის პერიოდში დაიწყო, რა თქმა უნდა და რავი, ვეკვაში სწავლამ პირიქით ძალიან დადებითი როლი იქონია ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ აი მე რა ვიცი, ვინც გააგრძელებს სამედიცინო მიმართულებით, დამეთანხმება, რომ ეს ფიზიკა-მათემატიკური აზროვნებაც და რაღაც მათემატიკის ცოდნაც ძალიან გეხმარება რა სამედიცინოში არის რაღაც დეტალები და ნიუანსები საჭირო, რაც ჭირდება რომ იცოდე. და პირიქით ყველაფერი ძალიან დადებითი მომცა, მათ შორის შემიძლია აღვნიშნო, რომ მისაღებ გამოცდებზე ჩემი მხარე რადგან სიტყვაზე ქიმია არ იყო ძლიერი, მე ავირჩიე ფიზიკა და ეს ძალიან დამეხმარა, ძალიან დიდ კონკურენციას ამარი და ასე ვთქვათ ქიმიის მიმართულებით. ასე რომ პირიქით ყველანაირად დადებითი როლი ითამაშა. რა ინტერესები გქონდა მოსწავლეობის პერიოდში და რამდენად გიწყობდა ხელში სკოლა შენი ინტერესების დაკმაყოფილებაში? მთავარი ინტერესი მაინც სამედიცინო მიმართულებით იყო და მიუხედავად იმისა, რომ მწირე იყო მაინც ის აქტივობები თუ რაღაცა შესაძლებლობები, რაც შეიძლებოდა რომ სტუდენტს ქონოდა, ესა მოსწავლეს ქონოდა ამ მიმართულებით, მაინც იყო მაგალითად შემიძლია აღვნიშნო გაკვეთილები, სტანდარტზე და გაკვეთილები, რომლებიც სამედიცინო ეთიკის სტანდარტზე და გაკვეთილები, რომლებიც ტარდებოდა ერთ-ერთი ჩვენი სკოლის დამთავრებული სტუდენტის მიერ, რომელიც არის ძალიან წარმატებული თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი და გვიტარებდა ამ სამედიცინო ეთიკის სტანდარტზე და გაკვეთილებს, რომელიც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და
ძალიან მიხარობდა ამ გაკვეთილებზე დასწრება და უბრალოდ კარგი გამოცდილება იყო და გარდა სამედიცინო მიმართულებისა, აი როგორც აღნიშნე ეს პროექტების კოორდინატორი, სადაც რამდენიმე კარგი პროექტი გამოგვივიდა, ისეთი და რამდენიმე არ გამოგვივიდა, მაგრამ იდეა იყო ძალიან კარგი და ეს ჩართულობა, აქტივობა, ადამიანების გაცნობა, კომუნიკაცია იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება ჩემთვის და ამ ხრივ მეტნაკლებად ყოველთვის ვცდილობდა ადმინისტრაციაც და თვითონ სკოლაც რომ იქ პრეზენტაციები იქნებოდა თუ მაგალითად ერთი ღონისძიება მინდა გავიხსენო, ქვეყნის სხვადასხვა ქვეყნის წარდგენები იყო და ესეც ამ პროექტების კოორდინატორის ასე ვთქვათ ორგანიზებით ჩატარდა და ძალიან კარგად მახსენდება, კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის და არა მარტო იმის თქმა მინდა და აღნიშნვა რომ არა მარტო სამედიცინო მიმართულებით, რაც ჩემი ინტერესი იყო და არა მარტო იმ სასწავლო პროგრამის მიმართულებით, რასაც ისედაც ყოველდღე გავდიოდი ბავშვები, არა მარტო ამის, არამედ ამის გარე აქტივობებიც ხდებოდა, რაც ჩვენ უფრო როგორც კარგ მოქალაქეებს წარმოგვაჩენდა. და ბოლოს, რას ურჩევდით მეკვლელებს, რომლებიც ფიქრობენ სამედიცინო მიმართულების სწავლის გაგრძელებას? პირველ რიგში ურჩევდი და გავაფრთხილებდი იმას, რომ მედიცინა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მათ ყველაზე რთულად წარმოუდგენიათ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის რეალობა მე რაც ხდება და გამოწვევები ბევრად უფრო რეალისტიკურად რთულია, ვიდრე ეს ჩვენ სკოლის პერიოდში წარმოგვიდგენია. პირველ რიგში ეს, თუმცა ეს შეჩინება არ არის, ეს პირიქით ესეთი ჯანსაღი გაფრთხილება. ურჩევდი იმას, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის ფიზიკა-მათემატიკური აზროვნება, უნარები, სკილები, რასაც ჩვენ ეს სკოლა გვაძლევს და კი შემიძლია ვთქვა, რომ ეს სკოლა განსხვავებულია და გამორჩეულია ამ კუთხით სხვა საჯარო სკოლებთან შედარებით. თუ რა თქმა უნდა ეს ჩემი სუბიექტური შეფასება არ იქნება. ვურჩევდი რომ იყვნენ დაინტერესებულები ყველანაირი შესაძლებლობებით. ამაში გულისხმობ იმას, რომ მინდა გავხსენოთ ჩემი თავი პირველ კურსზე, რომ აი ყველანაირი შესაძლებლობა, აქტივობა, ღონისძიება, რაც კი ტარდებოდა, ყველაფერს ასე ვთქვათ გაშლილი ხელებით ხვდებოდი, იმიტომ რომ დიდ კონკურენციაში შედიხარ სამედიცინო სფეროში და რაც უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება შენ ცხოვრებაში და ცხოვრება მოგცემს ამის საშუალებას, შენ პირიქით უფრო მეტი და მეტი უნდა აიღო. მე რა თქმა უნდა უკვე იმ გამოცდილებას დააგორებ, რომ შეგეძლება გაფილტრო, რომელი მიიღო, რომელი არ მიიღო. რა ვიცი, კიდევ რა შეიძლება. და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში განსაკუთრებით კომუნიკაცია და კავშირები. რასაც ნებისმიერ სფეროში, არა მარტო სამედიცინოში და ალბათ განსაკუთრებით სამედიცინოშიც დიდი მნიშვნელობა აქვს და ურთიერთობები. ამიტომ ამ მიმართულებით ფიქრსაც ურჩევდი. მადლობა ასეთი საინტერესო პასუხებისთვის. წარმატებული მეკვლელები კი ერთ კვირაში დაგიბრუნდებათ. ნახვამდის. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ გადაცემა. მე პარასკევამდე გემშვიდობებით. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ნახვამდის.